მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider, რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და ბიზნესის მნიშვნელოვანი სიახლეებით. ჩვენ საკმაოდ საინტერესო კვირა გვაქვს, რამოდენიმე საინტერესო ღონისძიებები და საკმაოდ აქტიური მონაცემების გამოქვეყნებით, მონაცემები, რომლებიც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს დაკავშირებადობას და საქართველოს საგარეო ფაქტორებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ვისაუბროთ უფრო მეტი საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვისაუბროთ უფრო მეტი ტურიზმიდან შემოსავლთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ უფრო მეტი შუა და ერეფანთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოკლედ ბევრი და დატვირთული კალენდარია, ბევრი ღონისძიებები დატვირთული კალენდარია მიმდინარე კვირის განმავლობაში, რომელსაც ცხადია Business Insider-ის შემოგთავაზებთ და ასევე აღინიშნოს, რომ რამოდენიმე ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად ჩვენ კვირის განმავლობაში შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ და აქტიურ დისკუსიებს. თუმცა მანამდე აუცილებლად მინდა აღვნიშნო და ვისაუბრო დღეს ასევე შეიძლება ასე ითქვას ყველაზე ცლად უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც თქვენ კადრებშიც ადევნებთ თვალს, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის წლის მეორე დისკუსია გაიმართა, რომელზეც მთავარი სპიკერი იყო საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი მარიამ ქრივიშვილი. მოგეხსენებათ, სულ რამოდენიმე დღის წინ შედგა ეკონომიკური ფორუმის წლის პირველი დისკუსია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა ტრადიციულად და ახლა წლის მეორე დისკუსია და ეკონომიკური აქცენტებით პირველი დისკუსია, სწორედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის მეორე ეკონომიკური ფორუმი და მე ხშირად მომიყვანია ეს მაგალითად, რომ მინისტრად დანიშვნის მეორე დღეს, ანუ მინისტრობის მეორე სამუშაო დღეს ქალბატონი მარიამ ქრივიშვილის სწორედ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 2025 წლის დისკუსიაზე იმყოფებოდა და მან სწორედ ამ კუთხითაც ჩემი აზრით გააკეთა განაცხადი მთავარი, რომ ის იყო ძალიან ღია ბიზნესთან სათანამშრომლოდ, რასაც საალსახად მივესალმებით. ჩვენ ეს ტენდენცია ვნახეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ჩვენ ეს ნაწილი კიდევ ერთხელ გავიაზრეთ და შევიძენით სწორედ პარასკევის დისკუსიიდან გამომდინარე, 17 აპრილს გაიმართა სწორედ ეს დისკუსია, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ძალიან ცლად, ძალიან საინტერესო იყო თავისი არსით მინისტრის გამოსვლა, მინისტრის გამოსვლა ძირითად საკითხებში შეეხებოდა გამომდინარე ფორუმის მთავარი თემიდან ენერგეტიკულ პოლიტიკას, ახალ შესაძლებლობებს, ახალ გამოწვევებს, რომელიც არსებობს სექტორში და ამავდროულად პანელურ დისკუსიაზე მქონდა პატივი ყოფილიყავი მოდერატორი და სპიკერები ასევე იყვნენ სემეკის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ზურაბ ქოქოსაძე. რაც შეეხება აუდიტორიას და მონაწილეებს, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური ფორუმის ისტორიაში ეს იყო უპრეცედენტო დასწრება, 130 ადამიანზე მეტი ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ამ დისკუსიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი იყო დაინტერესება ამ კუთხით და მინდა ასევე აღვნიშნო, რომ გარდა თემიდან გამომდინარე ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისა, ოღონდ ენერგეტიკის სექტორში ამ შემთხვევაში გულისხმობ ჰიდროს, ქარის თუ მზის მიმართულებას, ასევე აღსანიშნავია, რომ იყვნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ასევე სამშენებლო დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დისკუსიის საერთო ფონისთვის. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტროს გუნდი განსაკუთრებით ენერგეტიკული მიმართულებით პრაქტიკულად სრულად იყო წარმოდგენილი დისკუსიაზე და გარდა პანელური ძირითადი გამოსვლებისა ჩვენ ნახეთ საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა, რომელიც გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრმა ძალიან ცლად მიმოიხილა პირველ რიგში 10 წლიანი სტრატეგია ენერგეტიკის განვითარების, ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად და იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც დღეს ნამდვილად აქვთ ენერგეტიკის სექტორში
მოქმედ კომპანიებს, თუმცა ცხადია, ჩემს ასე ვთქვათ, მიმოხილვაზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია სწორედ ეკონომიკის სამართლიანი განვითარების მინისტრის ქალბატონ მარიამ ქრუმიშვილის მოусმინოთ. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩვენ ძალიან ნაყოფიერი ტრადიციული კარგი შეხვედრა ჰქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვისაუბრეთ იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებას, ვისაუბრეთ ათწლიანი სტრატეგიის შესახებ, იმ გეგმის შესახებ, რაც გულისხმობს, რომ 10 წლის შემდგომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითმყოფადი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ძალიან ამბიციური განაცხადია. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ექსპორტ პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, შევჯერდით, რომ ერთიანი ძალისხმევით ის მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება. სასიხარულო იყო ის, რომ მათ შორის საბანკო სექტორიდან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან დადებითი შეფასებები, რომელიც თანხმედრაშია იმ შეფასებებთან, რაც სახელმწიფოს აქვს. საბანკო სექტორი აცხადებს, რომ განსაკუთრებით გამოირჩევა ბოლო თვეების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორი აქტიურობით. ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა, აღნიშნული შეფასებები და აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ენერგეტიკის სექტორში ძალიან დადებითი ძვრები არსებობს და სახელმწიფო რა თქმა უნდა განაგრძობს იყოს ძალიან დიდი მხარდამჭერი ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის, რომელიც ენერგეტიკის სექტორში უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების შემომატებას. დიახ, ნახეთ, ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო აქცენტი ეკონომიკის მინისტრის მხრიდან, მათ შორის კიდევ ერთხელ დაფიქსირება მხარდაჭერის სექტორთან დაკავშირებული პროექტების, სხვათა შორის დისკუსიის დროს ეკონომიკის სამართლიანი განვითარების მინისტრმა ახსენა მათ შორის კონკრეტული ციფრები თუ სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით რა მოლოდინია შემდგომში ენერგეტიკული სექტორის დაფინანსების, ვინაიდან კომენტარში როგორც ჩვენ ნახეთ, მინისტრი აღნიშნავდა კერძო ბანკების მხრიდან ძალიან მაღალ ინტერესს და ჩვენ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ვინაიდან დღევანდელ ფორუმზე, უბრალოდ დღევანდელ საკითხზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ფორუმის ჭრილში, იყო წარმოდგენილი საქართველოს ბანკი, ეს როგორც ფორუმის რა თქმა უნდა მთავარი მხარდამჭერი და საქართველოს ბანკის მხრიდანაც, ბატონი ზურაბ-კუკურაძის მხრიდანაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდა პანელურ ნაწილზე სწორედ საბანკო სექტორის მხარდაჭერის გაზრდილი მაჩვენებელი, ისე როგორც მიმართვიანობა ენერგოსექტორის დაფინანსების შემდგომი მოპოვების. მოკლედ ენერგეტიკა ხდება სულ უფრო და უფრო საინტერესო დარგი დაფინანსების და ინვესტიციების კუთხიდან, როცა ჩვენ ენერგოსექტორში დაფინანსებაზე და ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ცხადია აქ სრულად ვაცნობიერებთ იმ პერსპექტივას, რომელიც გვაქვს. როგორც ეკონომიკის სამართლიანი განვითარების მინისტრი აღნიშნავდა, აქ ცხადია შავი ზღვის კაბელს ასევე ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე დისკუსიის დროს, რომ საქართველოს რა თქმა უნდა ისწრაფვის იყოს თვითკმარი, გაიძლიეროს და გააძლიეროს ენერგო უსაფრთხოება, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა საუბარია შავი ზღვის კაბელზე, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საექსპორტო პოტენციალი გავზარდოთ კიდევ უფრო მეტ. თუმცა, ენერგეტიკაში ინვესტიციებთან ერთად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ბაზარზე ზემოქმედი ფაქტორები, მათ შორის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია რეგულირებასთან, მათ შორის ტარიფებთან დაკავშირებული საკითხები, რომლის შესახებ ასევე ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ სემეკის გადაწყვეტილება ამ კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა ცალსახად ამ თემაზე ჩვენ ვსჯელობდით, რომ უპირატესად სწორედ ტარიფის ნაწილიც ძირითად შემთხვევაში არის, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად დაზარალდნენ სხვადასხვა ტიპის ავარიებისგან, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ქსელში, გაუმართავი, რიგ შემთხვევაში მოძველებული სისტემებიდან გამომდინარე და ამ ყველაფრის გაჯანსაღება სჭირდება მეტი ინვესტიცია კომპანიების მხრიდან და ჩვენ ვნახეთ და სემეკის თავმჯდომარე ძალიან დეტალურად ისაუბრა სხვა კომპანიების მხრიდან აღებულ ვალდებულებებზე, ასეულობით მილიონ აღებულ ვალდებულებებზე, რომელსაც ისინი მოახმარენ ქსელების განვითარება, საკუთარი სისტემების განვითარებას კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ უწყვეტი ენერგომომარაგების ნაწილში არ არსებობდეს არანაირი ტიპის შეფერხება. დისკუსიის დროს სემეკის თავმჯდომარე ბატონ დავით ნარმანიამ მართლა ძალიან ვრცლად და დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ საკითხებზე და ჯობს მოვისმინოთ ასევე ბატონ დავითის კომენტარი და შეფასება.
ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოება, რისთვისაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მოცულობით ინვესტიციები შევითანხმეთ, როგორც თელასის, ასევე ენერგოპროს არეალში, რაც გულისხმობს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ამ ინვესტიციების განხორციელების ადეკვატურად უნდა შემცირდეს ავარიები და წყვეტები ელექტროენერგიის მიწოდებაში, საიდან გამომდინარეც უფრო უკეთ უზრუნველყოფილი მომხმარებელი გვეყოლება. გარდა ამისა, პროექტები მოიცავს ასევე ძაბვის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ კომპონენტებს. ეს და ყველა ის ღონისძიება, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ხორციელდება და რომელსაც ზედამხედველობას სემიკი უწევს, უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ იქნება უწყვეტი და უფრო ხარისხიანი ენერგომომარაგება ქვეყანაში, რისთვისაც ხორციელდება სწორედ ის პროექტები, რაც მარეგულებელმა კომისიამ შეითანხმა. დიახ, სწორედ ნახეთ ბატონი დავითხრან კიდევ ერთხელ ძალიან სწორად გაკეთებული აქცენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება გადადგმული ნაბიჯები, სემეკის გადადგმული ნაბიჯები კომპანიებთან მიმართებაში და რომ სემეკის ამ შემთხვევაში ძალიან დიდი სამუშაოა სემეკის მხრიდან გაწეული იმისათვის, რათა სისტემა იყოს თლიანად სწორად დარეგულირებული, სისტემა იყოს თლიანად სწორად მოწესრიგებული და ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სემეკის არსებული და შემდგომი ნაბიჯებიც, რომელიც ბატონი დავითის მხრიდან იქნა გაჟღერებული სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. თუმცა ცხადია, როცა ჩვენ საუბრობთ ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაზე, ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ნაწილია კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა, ანალიტიკური და აკადემიური სექტორის ჩართული. სწორედ ეს გამოარჩევს ეკონომიკურ ფორუმს და სწორედ ამ კუთხით არის ეკონომიკური ფორუმი მართლაც დღეს ერთადერთი პლატფორმა, რომელიც აი ამ დონის ასეთი ჩართულობის დისკუსიას უზრუნველყოფს და ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის აზრის მოსმენა მთლიანობაში და უპირატესად, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მსხვილი, ყველაზე გამორჩეული ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასება იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს არაერთ კომპანიას, არაერთი მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებას გულისხმობ. კიდევ ერთხელ ჰიდრო ქარის მიმართულება თუ მზის და ცხადია ამ კუთხით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასება ფორუმზე იყო განსაკუთრებულად საინტერესო, ვინაიდან წამოჭრა არაერთი სადისკუსიო საკითხი. ბატონი ლევან მოფხვაძე, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, აფასებდა ფორუმზე სპიკერის რანგში არსებულ ვითარებას და ამავდროულად აღნიშნა, რომ ბატონი ლევანი არის ძალიან კარგი ენერგეტიკოსი, სამეცნიერო კუთხითაც ენერგეტიკულ საკითხებზე მუშაობს. ორმაგად საინტერესო იყო ბატონი ლევანის მოსაზრება ამ კუთხით. მოусმინოთ ბატონი ლევანის შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკაზე უკვე მე-4 ეს საჯარო დისკუსიაში პირადად მინისტრი იღებს მონაწილეობას. ეს ხას უსვავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ენერგეტიკას თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების და იმ ხედვას, რომელიც სამინისტროს და პირადად მინისტრს აქვს, იმისაც რომ სტაბილური გრძელვადიანი განვითარება ეკონომიკის მივიღოთ და ამაში ბუნებრივია მივესალმებით, ხარში უდგევართ ბიზნესი არის ყოველთვის ღია სათანამშრომლოდ. რაც შეეხება დღეს წარმოდგენილ ხელვას, ცხადია უაღრესად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება და მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უკვე გადაიდგა და რაც დღეს ითქვა, პასუხობს ყველანაირად ბიზნესის საჭიროებას, პასუხობს ქვეყნის განვითარების საჭიროებას და უაღრესად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის. ის რომ დღეს უკვე დეველოპერებმა იციან, სად მიდიან, როგორ მიდიან, ის რომ დეველოპერებმა იციან გულისხმობ კერძო სექტორი და მათი ეს თქვა საინვესტიციო გრძელვადიანი აქტივობა. ის რომ დეველოპერებმა იციან, რომ დღეს სამინისტრო ხესებთან დაკავშირებით განსხვავებულ მიდგომებზე ფიქრობს და მუშაობს. ის რომ დღეს საზოგადოება მიცის, რომ მაღალკაშხლიანი სტაბილურობის მომტანი სისტემისთვის ხესებზე სამინისტროს აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და ამაზე აქტიურად მუშაობს და ამ შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის სექტორს, შესაბამისად ინვესტორების ჩართულობა იქნება ძალიან მაღალი. დიახ, მართლა ძალიან საინტერესო აქცენტი იყო ბატონი ლევანის მხრიდან, განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან პროგნოზირებადი პოლიტიკის ჩვენების ნაწილში, ვინაიდან დიახ, როცა საუბარია დეველოპერებზე ენერგეტიკულ სექტორში მოქმედი, მათ პირველ რიგში აინტერესებთ სახელმწიფოს მხრიდან პროგნოზირებადობა, ვინაიდან ენერგეტიკის სექტორი ერთის საინტერესოა
ინვესტიციებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ მოგებასელის ძალიან გვიან, გრძელვადიანი ინვესტიცია საკმაოდ განსახორციელებელი, ნებისმიერი ინვესტორის გათვლა არის რამოდენიმე წლიანი, შორი გათვლა შეიძლება ასე ითქვას და დიახ, ამ შორ გათვლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან პროგნოზირებადი პოლიტიკის შეთავაზებას, ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკის რადი განვითარების მინისტრის მხრიდან, სადაც ძალიან ნათლად იყო გაწერილი გეგმა, მათ შორის 10 წლიანი გეგმის ძალიან სწორი ანალიზი, რას უნდა ელოდეს სექტორში მოქმედი თითოეული კომპანია სახელმწიფოს მხრიდან. დიახ, სწორედ ამ ნაწილზე აღნიშნა ბატონო ლევანი, რომ ეს არის ძალიან ნათელი გზა, ამ შემთხვევაში ძალიან ესეთი ხილვადი გზა ამ წილში და ასევე აღინიშნა დისკუსიის დროს და ბატონო ლევანს ეს ნაწილიც აღნიშნა, რამდენად ხშირია და ინტენსიურია, გარდა ასეთი ფორუმებისა, რომელიც ხილვადია და ყველა ხედავს ამ კუთხით აგერ საჯაროდ ვსაუბრობთ, გარდა ამისა, რამდენად ინტენსიურია ბევრ საკითხზე ამ ასე ვთქვათ საჯარო ღონისძიების მიღმა ინტენსიური თანამშრომლობა ეკონომიკის მინისტრთან პირადად, ისევე როგორც მის გულთან და ცხადია ეს მნიშვნელოვანი საკითხია. როცა ინვესტირებაზე ვლაპარაკობთ სექტორში და ქალბატონო მინისტრმაც ხაზი გაუსვა საბანკო სექტორში გაზრდილ მოთხოვნას. საბანკო სექტორის სრულიცას დაფინანსებით და საბანკო სექტორის მიმართაც გაზრდილ მოთხოვნას კომპანიების მხრიდან დაფინანსების ჭრილში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია დასახელდა და კონკრეტული ციფრიც კი სწორედ პარასკევის დისკუსიაზე, როდესაც ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, ცხადია უპირატესად აქცენტი უკვე გადავიდა საქართველოს ბანკზე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ზურაბ ქოქოსაძე იყო წარმოდგენილი ჩვენს დისკუსიაზე. პირველ რიგში მინდა აუჩინო, რომ არა საქართველოს ბანკის მხარდაჭერა, ეკონომიკური ფორუმი, აი სწორედ მის მეოთხე წელს ითვლის, უკვე ვერ აითვლიდა, მინდა პირველივე დღიდან სწორედ საქართველოს ბანკია ეკონომიკური ფორუმი, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მხარდამჭერი და ახლა ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკში ბევრი ხედავდა სწორედ როგორც ენერგეტიკის მთავარი მხარდამჭერს და მე როგორც მოდერატორს სურდა კითხვა დამესვა ბატონი ზურაბისთვის, თუმცა მანამდე იმდენი კითხვა მოგროვდა ბატონ ზურაბთან ავტომატურად სწორედ პანელის მონაწილეების მხრიდან, მათ შორის განსაკუთრებით ბატონ ლევან მერხოძის მხრიდან დაფინანსების ჭრილში, რომ ავტომატურად განსაკუთრებით აქტუალური გახადა ბატონ ზურაბის ჩართულობა ამ დისკუსიაში, სადაც ბატონ ზურაბმა ძალიან დეტალურად აღწერა ეს პროცესი თუ რა განაპირობებს და რა იქნება მომავალში განმაპირობებელი ფაქტორები ბანკის მხრიდან ამ შემთხვევაში დააფინანსოს კომპანიები, ანუ კომპანიებს ხელი შეუწყოთ განახორციელონ ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში. მოусმინოთ ბატონ ზურაბს. ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის განსაკუთრებით დღევანდელ მსოფლიოში და რაც ხდება და განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში რაც ხდება. სწორად იქნა აღნიშნული ქალბატონი მინისტრის მიერ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანა იყოს ენერგოდამოუკიდებელი და ის ნაბიჯები, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმისთვის, რომ ახალი პროექტები განხორციელდეს, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდი არის. ბევრი პროექტი არის, რაც ახლა იმყოფება დამუშავების ეტაპზე ჩვენ ბანკში. ხოლო ჩვენთან არის დაახლოებით 700 მილიონი ლარის პროექტები და იმედს ვიქონიებ, რომ კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება ამ სფეროს განვითარება და შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვათ, რომ აქტიურად დავაფინანსოთ ეს სფერო. დიახ, აი ჩვენ სწორედ ვხედავდით იმ ძირითად აქცენტებს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს ბანკის მხრიდან, საფინანსო სისტემის მხრიდან იმისთვის, რაცა გაგრძელდეს და გაიზარდოს ენერგეტიკის დაკრედიტება ამ ნაწილში. საუბარი იყო 700 მილიონის უკვე არსებულ მოთხოვნაზე, რომელიცაც ითხოვენ კომპანიები, მათ შორის კონკრეტულად საქართველოს ბანკიდან, მაგალითად იმისთვის, რომ მოხდეს დაფინანსების მიღება და ინვესტირება და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პროგნოზირებადობაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, საქართველოს ბანკისთვის ამ შემთხვევაში, რომ დიახ პროგნოზირებადი იყოს გარემო და ბანკმა იცოდეს რას აფინანსებს, სად მიდის ინვესტიცია და რა ეილის ინვესტიცია, ხდება სხვაგვარად ბანკი გადაწყვეტილებას ვერ იღებს, სწორედ ამიტომ იქნა ბატონ ზურაბის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმა მინისტრის ძალიან ნათელ ხედვასთან დაკავშირებით ამ ჭრილში. მე ვფიქრობ, ამ კუთხით ძალიან საინტერესო წრე იყო პანელის მონაწილეებს შორის, ძალიან საინტერესო თანხმედრა მოხდა შემაჯამებელ
ნაწილში თუ რა მიმართულებით გვჭირდება საკითხების შემდგომი ინიცირება, თუმცა მე უკვე აღვნიშნე, რომ ცხადია დისკუსიას ესწრებოდნენ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, გამორჩეული ბიზნესმენები, რომლებიც არა მხოლოდ თუმცა სადღაც ნაწილობრივ არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორით არიან დაინტერესებულები, ენერგეტიკის სექტორში დაქმნილ, არამედ სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ არაერთ საინტერესო და ძლიერ პროექტს, მართლაც გამორჩეულ პროექტებს, მათ შორის სამშენებლო დეველოპერული მიმართულებით და ცხადია მნიშვნელოვანი იყო მათი შეფასებას თუ რამდენად სწორად დაინახეს მათ დიალოგი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ენერგეტიკის წრეში, რამდენად სწორად დაინახეს სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებული ენერგოპოლიტიკა. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ თითოეული ბიზნესის ინტერესია ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის კვალ-დაკვალ აუცილებლად საქართველოს ესაჭიროება თვითკვალობის მისაღწევად საკუთარი ელექტროენერგიის წარმოების გაზდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმ მიზანზე, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ექსპორტის ნაწილი. სწორედ ამ კუთხით მინდა მოვუსმინოთ მართლაც საქართველოში ძალიან გამორჩეულ ადამიანს ბიზნეს სექტორში ბატონ მინდიასაბანაძეს. ენერგეტიკის განვითარების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება. მან ხა ორი აზრი არ არსებობს და ამაზე ზედმეტად აღარ დავიწყებ ჩაშლას საკითხების. კაფეოდ აღსანიშნავია სახელმწიფოს დადებითი როლი გამჭირვალეობის კუთხით და ის რომ აბსოლუტურად რაღაც საერთო თამაშის წესები ჩამოაყალიბა, გამჭირვალეობა არის ნომერ პირველი, რაც შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს და ორივე ეკონომიკის სამინისტროს და საბანკო სისტემა საქართველოში ძალიან მოტივირებულია რომ ხარი დაუჭიროს ენერგეტიკის განვითარებას. ამან გამოიწვია ძალიან გამოცოცხლება ბიზნეს სექტორის ენერგეტიკის კუთხით. არ შეიძლება არ აღნიშნო ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი შავი ზღვის ენერგოკაბელთან დაკავშირებით. რა ვიცი, მართლა სენსაციური მოვლენა იყო, ძალიან კარგად განვითარდა, ძალიან კარგად მიდის, ეს კიდევ мотиваციას უზრდის ენერგობიზნესში მოთამაშე ბიზნესს უფრო აქტიური გახდეს და თუ შეიძლება ითქვას ერთი მნიშვნელოვანი წესები რაც არის, როგორ ხდება ამოთიშვები კონკრეტულად რათან მიმდევრობით და რომელს შეეხება მზეს, ქარს, თუ რა ხა ძალიან ძნელია, როდესაც რაღაც ინვესტიციას ანხორციელებ და არ იცი გამოგთავენ თუ არა. ანუ შენი დაგენერირებული თანხა უბრალოდ მიიღებ თუ არ მიიღებ. აქედან გამომდინარე, აი ეს საკითხებია, ყველ რომელსაც აბსოლუტურად სულად შეეხდნენ ყველანაირი მტკივნეული საკითხების გვერდისავლის გარეშე და საკმაოდ კარგი დისკუსია შედგა. დიახ, საკმაოდ კარგი დისკუსია შედგა, როგორც ბატონ მინდიას აღნიშნავს და მართლაც ბევრი მიმართულებით ძალიან წარმატებულად საქმიანობს ბატონ მინდია და მისი გუნდი და როგორც ბატონ მინდიას აღნიშნავს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორიდან დავესესხები მასვე, რომ ესე იგი ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია ენერგეტიკის სექტორის გარეშე და ცხადია აქ ყველა მხარეს ეს თემა აინტერესებს, არ არსებობს ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც ენერგეტიკის საკითხები არ აინტერესებდეს და თავარია და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ სწორად არის აქცენტები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ აი სწორედ პროგნოზირების ნაწილზე რაც ბატონ მინდია საუბრობდა, რომ იცოდნენ კომპანიებმა რა მიმართულებით ხდება, ასე ვთქვათ, მოძრაობა და სახელმწიფო პოლიტიკა, რაზეც სწორედ და გამჭვირვალეობა აღნიშნა ბატონ მინდია, რომელიც მართლაც უმაღლეს დონეზეა. კვლავ მისივე სიტყვებს ვციტირებ ამ კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ ეკონომიკის განვითარების მინისტრის მხრიდან იქნას სწორად აქცენტი გაკეთებული თუ როგორ არის ჰიდროსთან, მზესთან და ქართან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან ახლა და ამ პერიოდში ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რაც კიდევ ერთხელ გამორჩეულს ხდის სექტორს, გამორჩეულს და მიმზიდველს ხდის სექტორს ამ კუთხით. ცხადია, როცა ჩვენ საუბრობთ ეკონომიკურ ფორუმზე, კვლავ ეკონომიკური ფორუმის ხაზგასმით ძლიერი მხარე არა მხოლოდ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს, ბიზნესის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს, არამედ ანალიტიკური აკადემიური სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა აქ გამორჩეული ნიშა აქვს საქართველოს ეკონომიკურ ფორუმს და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ საუბრობთ ანალიტიკურ სექტორზე, უპირატესად მე პირადად ბიზნეს ინსაიდერი მთლიანად თუ კი ვინმეს მონაცემებს ეყრდნობა, რომელიმე ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობა, ანალიტიკურ ჭრილში ეს არის რა თქმა უნდა კალთენ თაკარტი, რომელიც ყოველთვის
ძალიან ბევრი მიმართულებით ეკონომიკის მაკროეკონომიკურ ჭრილშიც და ეკონომიკის სექტორული კვლევების მიმართულებით, რაც გამორჩეულად ამარაგებს ქართულ საზოგადოებას, ვინაიდან ხელმისაწვდომია გალთენთაგარეთის კვლევები ძალიან ღიად მათ გვერდზე, ისევე როგორც გალთენთაგარეთის კვლევები ძალიან მოთხოვნადია საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ძალიან კვალიფიციური მათი ანალიზი და მე ყველას ვურჩევ, ყველა მიმართულებით კვლევების ნაცნობად, ვისაც ენერგეტიკა აინტერესებს, ნახოს მართლაც კვლევები გალთენთაგარეთის ენერგოსექტორის მიმართ. ერთ-ერთი კვლევა ჩვენს აქ ბიზნეს ინსაიდერის ერთ-ერთ გადაცემაში გქონდა სწორედ ძალიან დეტალურად განხილული და მე მინდა რომ სწორედ გალთის შეფასებას მოусმინოთ მარიამ ჩახვაშვილის კვლევების დეპარტამენტის სექტორის ხელმძღვანელს. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ აი რაც ახალი მმართველობა არის მოსული, ბევრად უფრო ღია არიან შეხვედრების მიმართ და მე პირადად არაერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, რომელზეც ესე პირდაპირ კომუნიკაცია ხდება და რაც მთავარია, ვხედავთ შეხვედრიდან შეხვედრამდე პროგრესს. ის გამოწვევები, რაც ნათქვამი არის წინა შეხვედრაზე, შემდეგში უკვე რაღაცა ნაბიჯები არის გადადგმული ან გადაწყვეტილებები არის მიღებული. ამიტომ ეს პროგრესი აუცილებლად უნდა გაუსვა ხაზზე. რაც შეეხება მინისტრის მიერ წარდგენილ ახალ გეგმას. გაცხადებული პოლიტიკა 4000 მეგავატის უკვე ბევრისთვის პასუხი არის ბევრ შეკითხვაზე. ჩვენთვის როგორც ანალიტიკოსებისთვის ცალსახად არის, რომ ჩვენ ვუყურებთ, რომ აი დაახლოებით ეს სიმძლავრე შევა სისტემაში, ეს გენერაცია გვექნება და უკვე იმპორტდამოკიდებულება დღეს რო გვაქვს 26%-იანი მთლიანი წლის ჭრილში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნელ-ნელა ეს რიცხვი შემცირდება გაზრდილი მოხმარების ფარგლებში. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ინვესტორების მხრიდან ინტერესი ამ დარგის მიმართ ბევრად მომატებული არის. იგივე ჩვენთან კითხვის დონეზე ვინც მოდიან, ალბათ 2-3ჯერ უფრო მეტ შეხვედრა გვიწევს თვეში, ვიდრე გვიწევდა ადრე. იმიტომ რომ უფრო მეტი დაინტერესებული მხარე არის, უფრო მეტი ინვესტორია, მეტი ფიქრობს შემოსვლას სექტორში, მათ შორის უცხოელებიც და ამიტომ მგონია რომ კი, ცალსახად იმან რომ მთავრობა აქტიური არის ამ სექტორის მიმართ, გააქტიურა ინვესტორების ინტერესიც. დიახ, მართლაც, აი ანალიტიკურ ჭრილში ჩვენ ვხედავთ ძალიან სწორ შეფასებას ენერგეტიკული სექტორის და კიდევ ერთხელ ხაზგასმა ენერგეტიკული სექტორის მიმზიდველობის. კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ მთავრობის სწორედ აი ამ გამჭვირვალე და სწორი პოლიტიკის და აქტიური პოლიტიკის შედეგად ბუნებრივია სექტორი გახადა კიდევ უფრო მიმზიდველი მათ შორის უცხოელი ინვესტორებისათვის და კიდევ ერთხელ ამავდროულად ქართულ ადგილობრივ ინვესტორებს მისცა საშუალება რეინვესტირების ამ დარგში მეტი და სწრაფი ინვესტიციების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ასოციაციების, თემატური ასოციაციების გულისხმობს წარმომადგენლები და ხელმძღვანელები, კრედას ხელმძღვანელი გაბატონი მარიამ ელექსიევიჩი, მცირე და საშუალო ასოციაციების ხელმძღვანელი ბატონი გიორგი მარგებაძე, ისევე როგორც კიდევ ერთხელ სექტორის სხვა წარმომადგენლები და მე მინდა სწორედ ახლა მათი შეფასებები მოვისმინოთ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების სერია მიმდინარეობს ბოლო 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო სექტორსა და კერძო სექტორს შორის. ეს დიალოგი, ეს თანამშრომლობა, ეს პარტნიორობა ემსახურება ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში, ახალი ინვესტიციების მოზიდვას. ხელშესახების შედეგი გვაქვს, ვინაიდან გრედას მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის ჩამოყალიბება საბოლოო ჯამში მოხდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, უკვე საქართველოს პარლამენტთან კომუნიკაციის საფუძველზე იქნება მიღებული და ამით ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს როგორც ქვეყანას, ასევე ინვესტორებს და ბუნებრივი ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ერთი, მეორე, მილიარდი ლარის ჩამოწერა არის განსაკუთრებული შედეგი კერძო სექტორისთვის, ვინაიდან ჩვენ უკვე გვაქვს ახალი პროექტები და ძველი პროექტები, რომლებსაც ექნება შესაძლებლობა რომ განხორციელდნენ და ეს ქვეყნისთვის იქნება ახალი დამატებითი სიმძლავრეები ქსელში და ამას ემატება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელმაც მიიღო PMI ბოლო წლის განმავლობაში ევროკომისიის მიერ და ბოლო დღეების განმავლობაში უკვე ევროპარლამენტის მიერ. ესეთი შეხვედრები უკვე რაღაც ტრადიციად გადაიქცა და ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ხელისუფლება პირდაპირ ხვდება დეველოპერებს და ასე ვთქვათ განიხილება ის საკითხები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკაში. უნდა აღვნიშნო, რომ ის მიდგომები, რომელიც დაინერგა უკვე ასე ვთქვათ ძალიან ჩარჩოში და კალაპოტში სვავს ენერგეტიკის დარგს და არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ განვიხილეთ საკანონმდებლო თემები, რომელიც სრულიადაც უნდა შევიდეს
კანონში ეს ქონების გადასახადის საკითხი არის, რომელიც თვითონ ყველა სადგურს, ასე ვთქვათ, მოუწევს სერიოზული კონტრიბუციის გაკეთება რეგიონებში და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ასე ვთქვათ, ეს კანონმდებლობა, ასევე ვისაუბრეთ იმ გამულ პერიოდზე და ამ ჯარიმების პატიების, ასე ვთქვათ, მნიშვნელობაზე, რომელიც ენერგეტიკაში დაინერგა და ერთი სიტყვით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია ესეთი შეხვედრები, ასევე შავი ზღვის კაბელს გაესვა აქცენტი. პირველ რიგში სასიხარულოა, რომ გრძელდება შეხვედრები სექტორთან, სადაც ხდება დეტალურად გაანალიზება იმ ახალი წამოწყებების, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა, ხდება ამ ყველაფრის გავლა, ახსნა და ხედვის გაანალიზება მთლიანად მთელი, ასე ვთქვათ, ენერგოინდუსტრიის მიერ. ძალიან სასიხარულოა, რომ სამინისტრომ დახვეწა, შეიმუშავა და მივდივართ 10 წლიანი გეგმის შესრულების მიხედვით. ეს 10 წლიანი გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ სექტორში მოღვაწე როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ასევე დეველოპერებისთვის, რადგანაც ჩვენ ყველა ერთად ხვდებით თუ რა იქნება ის პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უახლოეს ხანში განახორციელებს. ენერგეტიკის სექტორისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რომ არსებობდეს ჩარჩო მიდგომა, თამაშის წესები იყოს ნათელი და რისკენ მივისწრაფით, ამისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს კარგად გააზრებული, შეთანხმებული და გაზიარებული ყველა მოთამაშესთან. მხოლოდ ეს მიგვიყვანს ჩვენ იმ გამარჯვებასაც, რასაც ქვია, რომ ქვეყანა გახდეს არა იმპორტზე დამოკიდებული, არა მარტო თვითკმარი, არამედ შეძლოს თავისი ენერგოპროდუქციის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში და უკვე იმ წლებისკენ, რომლისთაც ჩვენ მივალთ, უკვე უცხოეთში. შესაბამისად, ეს შავი ზღვის კაბელი, შესაბამისად ის დაგეგმილი ენერგოპროექტები, ჰიდრო, ქარი, მზე, ჩვენ ამისკენ მიგვიყვანს, მაგრამ თუ გვინდა რომ ამასთან, ასე ვთქვათ, გამარჯვებით მივიდეთ, უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ 10 წლიან გეგმას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ გეგმის მისაღწევად. დიახ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბატონი გიორგიც აკეთებდა აქცენტს ამ შემთხვევაში, რომ ნაბიჯ მივიდეთ ძალიან დიდ მიზნამდე, რომელიც გვაქვს საექსპორტო ბაზრები, ეს შეეხება როგორც მეზობელ ქვეყნებს, ისე ცხადია ევროკავშირის მიმართულებას, ისე როგორც ჩვენ ნახეთ ბატონი მაია მელიქიძის, ისე როგორც ბატონი გიორგი მარგებაძის შეფასება ამ ნაწილზე ბატონ გიორგის ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა, ასევე ძალიან ცენტრს კითხვა ჰქონდა ფორუმის ფარგლებშიც და ვფიქრობ აი ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტად შეკრა ეს დისკუსია, ვინაიდან აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ მსხვილ ბიზნესის ჩართულობაზე, ხელისუფლებასთან დიალოგში, მცირე და საშუალო, რა თქმა უნდა, აქ ფართოდ იყო წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ, როდესაც ვსაუბრობთ ენერგოსექტორზე, აუცილებლად მინდა ამუშავოთ ეკონომიკური კვალდაკვალ, რომელსაც საქართველოს გამორჩეულად ამაყობს და რომელსაც აღიარებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გაგვეზრდება და დამაფიქრებელია, კარგი ფიქრია, ეს ფიქრია ამ შემთხვევაში, ჩვენ გაგვეზრდება ენერგომოხმარება და ცხადია სამშენებლო დეველოპერული მიმართულება ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი ფორუმის მეგობრები, პარტნიორები, ცხადია, იყვნენ წარმოდგენილები ფორუმზე და ისინი საუბრობდნენ სწორედ მათ მიერ განსახორციელებელ პროექტებზე და აი ამ მნიშვნელობაზე ენერგოსექტორის განვითარების, მათ შორის მინდა წარმოგიდგინოთ მოსაზრება, რომელიც ჰქონდა ორბიჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი კვერღელიძეს. ორბიჯგუფი გამორჩეულია მისი სამშენებლო მასშტაბებით, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი არა ერთი გამორჩეული საერთაშორისო პროექტი ხორციელდება, საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობა უზრუნველყო ორბი აქ ჩვენთან საქართველოში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ ირაკლის შეფასებაც ამ კუთხით, თუ რას ველით და როგორ ხედავს სექტორის და მთლიანობაში ეკონომიკის განვითარებას. მოусმინოთ. ეს იყო ცოცხალი დისკუსია, რომელშიც როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები ძალიან აქტიურად ცვლიდნენ ერთმანეთში ინფორმაციას, რაც ხატყობს და ადესტურებს ამ დარგში, განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში, სახელმწიფოს და ბიზნესის ძალიან მჭიდრო, აქტიურ და გამჭვირვალე ურთიერთობას, რაც შეეხება თემის აქტუალობას, რა თქმა უნდა, უნიშნელოვანესი თემაა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორი ეს არის ენერგეტიკა, რომელიც ყველაზე ღირებული და აქტუალური
და მნიშვნელოვანი აქტივია არა მხოლოდ საქართველოსთვის, თუ გადავხედოთ ბოლო მოვლენებს სოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, ამიტომ ენერგეტიკული მდგრადობა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება ეს არის სწორედ ის ქოლგა, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ თემა რა თქმა უნდა აქტუალურია, ალბათ არ არსებობს ბიზნესის დარგი და მიმართულება, რომელსაც ენერგეტიკასთან კავშირი არ ქონდეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც დეველოპერებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე. ალბათ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის და ჩვენი ქვეყნის გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან აღმოფრთოვანებელია ის სიტყვები, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრის სახით ენერგეტიკულ პროექტებში იგეგმება და სწორედ შავი ზღვის კაბელი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმის, რომ საქართველოს ძალიან ეფექტურად განახორციელოს ამ ენერგიის იმპორტი უკვე ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ბაზარზე, ევროკავშირის ესე ვთქვათ ბაზარზე, რომელსაც სადაც ძალიან მოთხოვნადი არის ეს პროდუქტი და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ენერგეტიკული მიმართულებით იქნება ეს ჰესების თუ სხვა მიმართულებით მხარდაჭერაზე, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაწილია, ნამდვილად ასახავს და შესატყვისია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების. დიახ, მართლა ძალიან ბევრი აქცენტი გაკეთდა ბატონი ირაკლის მხრიდან და ძალიან ძნელია გამოყო, რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო, იმდენად ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო ბატონი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და დავეთანხმო ბატონი ირაკლის, რომ შეუძლებელია რომ არ აინტერესებდეს რომელიმე სექტორს, რომელიც საქართველოში საქმეობს, იქნება სამშობლო დეველოპერული თუ ნებისმიერი სხვა ენერგეტიკის სექტორის განვითარება. დიახ, პირდაპირ ინტერესი არის ყოველთვის ენერგოსექტორის განვითარებას და ძალიან სწორად აღნიშნა ბატონმა ირაკლი, რომ დღეს მით უმეტეს გლობალური ტურბულენციის დროს, აი ამ ტურბულენციის დროს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობა. დიახ, ენერგოსექტორს ამ კუთხით გამორჩეულად დიდი როლი აქვს საქართველოში ელექტროენერგიის განვითარებას ამ შემთხვევაში აზრს ჩვენ საუბრობთ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, მართლა ძალიან შთამბეჭდავია 10 წლიან გეგმის ფარგლებში გათვლილი პოტენციურად დაგმული სიმძლავრეების რაოდენობა, რომელიც აი ამ შედეგებს უზრუნველყოფს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქვეყნის თვითკმარობას ელექტროენერგიის კუთხით, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და რა თქმა უნდა საექსპორტო პოტენციალისას და აუცილებლად მინდა ნახოთ კიდევ ერთი შეფასება, მინდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ენერგოსექტორზე ვსაუბრობთ, თბილისში, რეგიონებში მოქმედი კომპანიები დღეს ELTE ჯგუფი უკვე თბილისში ძალიან წარმატებულად საქმიანობს, თუმცა ჩვენ მანამდე ხედავდით ELTE ჯგუფის ძალიან დიდ და მსხვილ პროექტებს აჭარაში და ბათუმში, მე თუ მქონდა საშუალება ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიების ფარგლებში გამეთვალიერებინა ELTE-ის მართლაც ფანტასტიკური შენებლობები, დასრულებული პროექტები და ცხადია კომპანია, რომელიც ცდილობს რომ შემდგომ კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი საქმიანობის არეალი და ამ შემთხვევაში თბილისში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, ცხადია ასეთი ტიპის ნებისმიერ კომპანიას და ELTE-საც ცხადია აინტერესებს თუ როგორ იქნება უზრუნველყოფა ენერგეტიკული კუთხით და სწორედ ამ ნაწილის და ამ სახელმწიფო კერძო სექტორის თანამშრომლობის საკითხების შესაფასებლად ბატონ გელგუჯა თურმანიძეს ვთხოვეთ შეფასება. Енიმე ათეული წელია უკვე ჩვენი ქვეყანა მიილტვის და ბრძოლობს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის. ამიტომ ბოლო 10 წლებში განვითარებული მოვლენები რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტი და მეტი ყურადღება ეთმობა ამ სფეროს, ისევე როგორც
ბიზნესში მოღვაწე ყველა სფეროსათვის ჩვენთვისაც სამშენებლო დეველოპმენტის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისეთი დიდი და მასიური განაშენიანების შემდგომ ძალიან დიდი მოთხოვნა ჩნდება ენერგეტიკისა. ამას პლუს თავადაც ვართ ჩვენი ელთი ჯგუფი დაინტერესებული ჰელიოსისტემების განვითარებით ჩვენს ლოკაციებზე, ჩვენს ობიექტებზე და არც თუ ისე პატარა მოცულობები იქნება დაახლოებით 20 ერთეულ ლოკაციაზე. ამ პროექტის განხორციელება ჩვენი შიდა მოხმარებისთვის, რომელიც დაახლოებით ჩვენი შიდა მოხმარების ვარაუდობთ, რომ 20-25%-ისთვის იქნება კმარი. ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და სიამოვნებით მივიღებთ წვილს ასეთ ღონისძიებებში. დიახ, როგორც ელთი ჯგუფის დამფუძნებელი ბატონი ელგუჯახს აღნიშნავს და ახსენებს ამ შემთხვევაში, რომ ელთი ჯგუფი თავად არის დაინტერესებული ენერგომიმართულებით, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელებით და როგორც ბატონი ელგუჯა ახსენებს, არა პატარა მოცულობით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ეს დიალოგი, რომელიც უზრუნველყოფს ჯამში ყველა სექტორის ჩართულობას და კიდევ ერთხელ ხედავთ თუ რამდენად დიდი მიზიდულობა აქვს ენერგოსექტორს, როგორ ყველა მიმართულებით იზიდავს ენერგოსექტორი ინვესტიციებს და რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ჩვენს ფორუმზე, ჩვენს 17 აპრილის ფორუმზე მართლაც გამოჩნდა სახელმწიფო კერძო სექტორის ფანტასტიკური დიალოგი და მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ეკონომიკის ადვილად განვითარების აი ამ ღიაობის და ასეთი დისკუსიის უზრუნველყოფისთვის კიდევ ერთხელ მართლაც ფანტასტიკური ეკონომიკური ფორუმის ისტორიაში სარეკორდო დასწრება ვნახეთ ჩვენ ფორუმზე და როდესაც საუბრობთ ჩვენ კიდევ ერთხელ და ფორუმის შესახებ გქონდა ძალიან ვრცელი გადაცემა, როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე ამ კუთხით გამორჩეულად მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და სწორედ საქართველოს მთავრობასთან უწყებებთან პარტნიორობით ხორციელდება ეკონომიკური ფორუმის დისკუსიები და რა თქმა უნდა საქართველოს ბანკს მისი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის პირველივე დღიდან, ფორუმის პირველი დისკუსიიდან საქართველოს ბანკის ამ წელიწადზე მეტია, რომ არის ფორუმის გვერდში და მხარს უჭერს ფორუმის დისკუსიებს. მე მახსოვს პირველი დისკუსია სრულად უპირობო მხარდაჭერა და ეს უპირობო მხარდაჭერა გრძელდება დღემდე საქართველოს ბანკის მხრიდან და რა თქმა უნდა ფორუმის პარტნიორი ყოველთვის იყო და არის ჩვენი ასევე პარტნიორი აქ Business Insider-ი მაესტროზე Coca-Cola, რომელსაც ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი 17 აპრილის დისკუსიის და ზოგადად ფორუმის მხარდაჭერისათვის. დღეს ჩვენი ვრცელი მიმოხილვა ფორუმის ამ ნაწილში ამით დასრულებულია, თუმცა ფორუმმა გააჩინა ძალიან ბევრი თემა, ძალიან ბევრი საკითხი შემდგომი დღეების განსახილველი და მათ შორის უახლოესი გადაცემების ფორმატში ჩვენ მივყვებით საკითხებს, რომელსაც აუცილებლად უცლად განვიხილავთ და ექსკლუზიურად რაც თქმა უნდა განვიხილავთ Business Insider-ში მაესტროზე. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, დავბრუნდები ხვალ ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს. რა თქმა უნდა, ყოველგვარი შემდეგი დღის ლოდინის გარეშე მყისიერად და დაუყოვნებლივ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. ხვალამდე გემშვიდობებით.